ამ ვიდეო კლიპში ჩვენ შევქმნით მონაცემთა ბაზას. ვისაუბრეთ როგორ უნდა შევქმნათ მონაცემთა ბაზა. ჩვენ შექმნას განვახორციელებთ ორი ხერხით. როგორც მენეჯმენტის სტუდიის გრაფიკული ინტერფეისის გამოყენებით, ასევე კონკრეტული Transact SQL კოდის საშუალებით. ეხლა მე გახსნილი მაქვს Microsoft SQL Server-ის მენეჯმენტის სტუდია და მოდით განვახორციელოთ ახალი მონაცემთა ბაზის შექმნა. გრაფიკული ინტერფეისის გამოყენებით მონაცემთა ბაზის შექმნა ხდება ძალიან მარტივად. ჩვენ უნდა გავხსნათ სერვერის კვანძი, მონაცემთა ბაზების ფოლდერის კონტექსტური მენიუ გამოვიტანოთ და მოვითხოვოთ ახალი მონაცემთა ბაზა. რაც მე უკვე გავაკეთე რეალურად. გამოვა შესაბამისი დიალოგი, აი ასეთი პანჯარა, new database, ახალი მონაცემთა ბაზა და ჩვენ ეხლა ვიზუალურად უნდა განვახორციელოთ ჩვენი ახალი მონაცემთა ბაზის გარკვეული პარამეტრების შერჩევა. პირველ რიგში შევხედოთ აი ამ პანჯარას და გავარჩიოთ რამდენიმე საკითხი. პირველ რიგში აქ არის ესე იგი general გვერდი, options გვერდი, სადაც შეგვიძლია გარკვეული თვისებების შერჩევა და არის ასევე file groups. აი ასეთი გვერდი. მოდით დავიწყოთ გვერდი general. ზოგადად, ასე ვთქვათ, პარამეტრები. რა თქმა უნდა, პირველ რიგში ჩვენ უნდა მოვახდინოთ ჩვენი მონაცემთა ბაზის სახელის შერჩევა, database name. მოდით მე ჩემ მონაცემთა ბაზას დავარქმევ ჩემ სახელს, პავლე. შემდგომ უნდა განვახორციელოთ მონაცემთა ბაზის მფლობელის შერჩევა. მე აქ მინდა რამდენიმე სიტყვით ისე გავიხსენოთ თუ როგორ ხდება ჩვენი მონაცემთა ბაზების სერვერის მიერ ახალი მონაცემთა ბაზის შექმნა. ჩვენს მონაცემთა ბაზების სერვერს გააჩნია სისტემური მონაცემთა ბაზები. ახალი მონაცემთა ბაზა იქნება აი ამ სისტემური მონაცემთა ბაზის, მოდელ სისტემური მონაცემთა ბაზის ყალიბით და ყველა პარამეტრი, რომელიც ჩვენს მიერ არ იქნება კონკრეტული სახით დაფიქსირებული, მიიღებს იმ ნიშნულობას, რომელიც განსაზღვრულია აი ამ მოდელ სისტემურ მონაცემთა ბაზაში. ამიტომ აი ამ გრაფიკულ ინტერფეისის პანჯარაში ჩვენ ვხედავთ, რომ ფლობელი შერჩეულია დეფოლტური სახით, default. მოდით მე დავაკონკრეტებ ფლობელს, შესაბამისად გამოვიძახებ აი ამ select database owner, აი ამ dialogs, აქ განვახორციელებ გათვალიერებას ობიექტების და მე ავირჩევ იმ ობიექტს, იმ accounts, რომელთაც მე ახლა შესრულივარ ჩემ კომპიუტერში. ჩემი account-ი არის, აი აქ ჩანს, პავლე და შესაბამისად მე ვირჩევ აი ამ accounts, ვაფიქსირებ ამას, ვაფიქსირებ აქაც, ოკეი, და აი აქ უკვე ჩაიწერება ჩემი account-ის სახელი. მე შემეძლო აქ პირდაპირ ესე იგი ჩამეწერა ეს სახელი, თუ ესე იგი ჩვენ ვიცით ზუსტად ჩვენი account-ის ესე იგი სახელი, აი რაც ახლა მე განვახორციელებ უშუალოდ კლავიატურის გამოყენებით. ამის შემდეგ ჩვენ უნდა შევარჩიოთ მონაცემთა ბაზის ფაილების
ლოგიკური სახელები და გარკვეული სხვა პარამეტრები. მოდი დავიწყოთ ლოგიკური სახელებით. Logical name. ჩვენ ხედავთ, რომ როგორც კი მივანიჭეთ მონაცემთა ბაზას სახელი პავლე, მართვის სისტემა შემოგთავაზა ლოგიკური სახელები ასეთი სახით. პავლე მონაცემთა ბაზების ფაილისთვის და პავლე log ტრანზაქციების აღრიცხვის ჟურნალისათვის. ჩვენ შეგვიძლია რა თქმა უნდა ეს სახელი შევცვალოთ ეს ლოგიკური სახელები, აი მაგალითად აქ მე ავიღო მაგალითად სახელი პეტრე შევცვალო მეორე სახელიც, მაგრამ მოდით ის ლოგიკური სახელები, რომელიც შემოთავაზებულია მონაცემთა ბაზების სერვერის მიერ, აი ეს პავლე და პავლე log, ну საკმაოდ კარგი სახელებია იმ თვალსაზრისით, რომ სახელიც ასახავს აფიქსირებს უпроსწორად იმ მონაცემთა ბაზას, რომლის ფაილებსაც ესენი წარმოადგენს. ამიტომ მე ამ ლოგიკურ სახელებს დავტოვებ ასეთი სახით. აქვე ერთხელ კიდევ შეგახსენებთ, რომ ლოგიკური სახელი მონაცემთა ბაზის ფაილების არის ის სახელები, რომელსაც უშუალოდ თვითონ Microsoft SQL სერვერი გამოიყენებს თავის საქმიანობაში. ანუ აი ამ სახელებით არის დამახსოვრებული SQL სერვერზე შესაბამისი ფიზიკური ფაილები. ჩვენ ხედავთ, რომ მონაცემთა ფაილი პავლე იმყოფება ჯგუფში primary. Primary ჯგუფი ფაილთა ჯგუფია საუბარი. Primary ფაილთა ჯგუფი სავალდებულოა არსებობდეს მონაცემთა ბაზაში. საერთოდ ფაილთა ჯგუფების დამატება, ახალი ფაილთა ჯგუფების დამატება შეგვიძლია განვახორციელოთ გვერდიდან file groups. ახალი ფაილთა ჯგუფების დამატება მიზანშეწონილია იმ სიტუაციაში, როდესაც თქვენი მონაცემთა ბაზა მოიცავს რამდენიმე ფიზიკურ ფაილს, აი მისი ფიზიკური მონაცემების შედგება რამდენიმე ფიზიკური ფაილით, ორზე მეტი. იმიტომ რომ ორი რეალურად მაინც უნდა იყოს, იმიტომ რომ ერთი მონაცემთა ფაილია, მეორე ტრანზაქციების საავადმყოფო ჟურნალი, log ფაილი. მაგრამ შესაძლებელია არსებობდეს დამატებით კიდევ ფაილები, რომლებიც მიზანშეწონილია განაწილდეს სხვადასხვა დისკებზე და შესაბამისად გასაგებია, რომ იმის დამიხედვით, რომ მანქანაზეა გადანაწილებული ეს ფიზიკური ფაილები, რომელ დისკზე შესაძლებელია შემოდანილი იქნას შესაბამისი ფაილთა ჯგუფები, რომელსაც შესაბამისი სახელები ექნება და ჩვენთვის უფრო გასაგები იქნება მათი სახელებიდან იმის დადგენა, თუ რომელ მანქანაზე, რომელ დისკზეა განლაგებული შესაბამისი ფაილები ჩვენი მონაცემთა ბაზის. მე ესე დავუბრუნდები გვერდს general და განვიხილავ აი ამ მეოთხე ასე ვთქვათ სვეტს, რომელშიც ჩვენ ვაფიქსირებთ ჩვენი ფაილების საწყის ზომებს. აქ ახლა მე ვხედავ, რომ ზომა ირჩევა მეგაბაიტებშია და საწყისი ზომა არის შერჩეული 3 მონაცემთა ფაილისთვის, ხოლო ტრანზაქციების საავადმყოფო ჟურნალისთვის 1 მეგაბაიტი. მე შემიძლია რა თქმა უნდა სიდიდე შევცვალო, უშუალოდ აი აქ, აი ამ ისრებზე დაკლიკებით, რაც ჩანს ახლა, თქვა. აქ უშუალოდ ეკრანზე. და ეს საწყისი ზომა ფაილები შევცვალო. ახლა რა ხდება? როდესაც ჩვენ ვიჩერთ აქ კონკრეტულ რაღაც ნიშნულობას. საქმე იმაშია, რომ როდესაც
ახალი მონაცემთა ბაზა იქნება, ჩვენ უნდა დავაფიქსიროთ მის საწყისი ზომა, მის ფაილების საწყისი ზომა. და ოპერაციული სისტემის ფაილთა სისტემაში, ესე იგი, შესაბამისად დარეზერვირდება აი ამ ორი ფაილისთვის ასეთი ზომის უბნები. რა თქმა უნდა, თავიდან, როდესაც მონაცემთა ბაზა არ არის შევსებული შესაბამისი მონაცემებით, ეს ფაილები არ იქნება მთლიანად სავსე მონაცემებით, მაგრამ დროთა განმავლობაში, როდესაც ჩვენი მონაცემთა ბაზა სუქდება ბრჭყალებში, შეგვაქვს ახალი და ახალი მონაცემები, რა თქმა უნდა, ამ ფაილის შევსებადობა ასე იგი იზრდება, ეს ფაილი ორივე ფაილის შესაძლებელია ბოლომდე შეივსეს და დგება საკითხი ახალი ვთქვათ სივრცის დამატებისა. ამას ჩვენ ვახორციელებთ აი მეორე აი ამ სპეცში outgrowth აი ამ პარამეტრის ესე იგი შერჩევით. მოდით შევხედოთ, აქ მე ვხედავ რომ დეფოლტურად ესე იგი მონაცემთა ფაილზე ჩვენ დაღანებული გვაქვს ავტომატური ზრდა ფაილის 1 მეგაბაიტით და თანაც ზრდა შემოუსაზღვრელია. რაც შეეხება ტრანზაქციების ფაილს, მისი ზრდა დაფიქსირებულია პროცენტებით, 10% და მისიც შემოუსაზღვრელია ესეთი ზრდა ხორციელდება ავტომატურად. რას ნიშნავს ესეთი პარამეტრი? ეს ნიშნავს იმას, ავიღოთ მაგალითად აი მონაცემთა ფაილი რო ავიღოთ. ეს ნიშნავს იმას, როდესაც აი საწყისი ზომა მთლიანად დაკავებული იქნება მონაცემებით, მონაცემთა ბაზების მართვის სისტემა ამ ფაილს გაზრდის 1 მეგაბაიტით და გაგრძელდება ამ დამატებითი სივრცის შევსება მონაცემებით. მაშინ, როდესაც ეს 1 მეგაბაიტიც ესე იგი შეივსება, კიდევ დაემატება 1 მეგაბაიტი და ასე შემდეგ. პირველ ბიტზე, რა თქმა უნდა, ჩვენი ფაილი გახდება 5 მეგაბაიტი, მერე 6 მეგაბაიტი და ასე შემდეგ. და ეს ზრდა ხორციელდება შემოუსაზღვრელად. რა თქმა უნდა, შემოუსაზღვრელი ჩვენს სიტუაციაში და ნებისმიერ რეალურ სიტუაციაში არ იქნება, საზღვარი დადგენილი იქნება იმ კომპიუტერის რესურსებით, იმ დისკის რესურსებით, რომელზეც განთავსებულია შესაბამისი ფიზიკური ფაილი. იგივე შემიძლია მე ვთქვა აი ამ log ფაილისთვის ტრანზაქციების სააღრიცხვო ჟურნალის ფაილისთვის, იქაც ესე იგი ხორციელდება გაზრდა 10%-ით ყოველ ბიტზე, რომ თუ შეიცვალ მთლიანად ეს საწყისი მოცულობა ფაილისა და აქაც რა თქმა უნდა შემოუსაზღვრელობა ნიშნავს რეალურ ვითარებაში იმპაქტს, რომ ეს ზრდა 10%-იანი ზრდა ფაილისა შემოსაზღვრულია რეალური ჩვენი მანქანის, აი მანქანის, რომელზეც მუშაობს მონაცემთა ბაზების სერვერი, ამ მანქანის შესაძლებლობა. მოდით შევცვალოთ ეს პარამეტრები. ამ პარამეტრების შეცვლა ჩვენ შეგვიძლია აი აქ ღილაკზე დაკლიკებით. დაკლიკების შედეგად გამოვა აი ესეთი სახის დიალოგი change outgrow for Pavle, ანუ შევცვალოთ ეს პარამეტრები ავტომატური ზრდისა. მე შემიძლია საერთოდ გავუთიშო ეს ავტომატური ზრდა და დავაფიქსირო ესეთი სახით და მაშინ გასაგებია რომ გაზრდა ამ ფაილს არ მოხდება და ამ ფაილის მაქსიმალური ზომა იქნება დოლის საწყისი ზომისა 4 მეგაბაიტი. მაგრამ მე ხა მაინც ჩავთავ აი ამ ავტომატური ზრდის რეჟიმს და
აქ მე ვხედავ, რომ შემიძლია ვთქვათ, შევარჩიოს ავტომატური ზრდა, მაგალითად გავხადო თითოეული ბიჭი 10 მეგაბაიტიანი, ან ავირჩიო პროცენტებში და პროცენტებში გამოვსახო, მაგალითად ესე იგი 1% ან 21%, ნუ ამას ახლა ჩვენ რეალურ სიტუაციაში მნიშვნელობა არ აქვს და აქვე დავაფიქსირო ზღვარი, ზემო ზღვარი. აი ამ მოცულობისა, ამ ფაილის მოცულობისა. მე შემიძლია დავაფიქსირო კონკრეტულად ესე იგი შემოვსაზღვრო რაღაცა მნიშვნელობით, მაგალითად 100 მეგაბაიტით, ან ეს სიდიდე ესე იგი შევცვალო. ან ისე გამოვიყენო აი ეს შესაძლებლობა შემოუსაზღვრელი სიტუაცია ავირჩიო, რაც ფაქტიურად რეალურ სიტუაციაში ნიშნავს ისე და ისე გამოყენებული მანქანის შესაძლებლობების ვთქვათ გათვალისწინებას. შემოსაზღვრული იქნება ჩვენი მანქანის შესაძლებლობები. ნუ მოდით აი რასაც ახლა ვხედავთ. მე ამას ვაყენებ, შესაბამისად აი აქ დაფიქსირდა, იგივე შემეძლო მეგან მეხორციელები და ვთქვათ ტრანზაქციების საავეცო ჟურნალისტის, მე აქ არაფერს აღარ შემცვლი, თამარიო ჩვენ დავინახეთ როგორ არის ეს შესაძლებელი რომ განხორციელდეს და გადავიდეთ ახლა შემდეგ პარამეტრზე, ეს არის path, ანუ გზა. ეს არის ფაქტურად ის ადგილი, სადაც უნდა მოხდეს ჩაწერა, შექმნა აი ამ ორი ფაილისა, კონკრეტულად ესე იგი, ანუ რომელ ფოლდერებში. რა თქმა უნდა, მე შემიძლია სულ სხვადასხვა ადგილებში განვათავსო ჩვენი ეს ორი ფაილი, მაგრამ აი ჩვენ კონკრეტულ სიტუაციაში მე ხა ჩემ სამუშაო ფოლდერში განვათავსებ. მე აი აქ ამ ღილაკზე დაკლიკებით გამოვიძახებ ესე იგი ფოლდერის მოსაძებნა ამ პანჯარას და მოვძებნი ჩემს სამუშაო ფოლდერს. ჩემი სამუშაო ფოლდერი არის D-diskზე და მას მე დავარქვი ჩემი სახელი და გვარი. აი ეს ფოლდერია და მაფიქსირებ, ოკეი? მე შემიძლია იგივე გავიმეორო, თქვათ, მეორე ფაილისთვის, ან და მეორე ფაილი, თქვათ, ამ მისამართზე იყოს ჩაწერილი, რომელსაც ახლა ჩვენ ვხედავთ, მაგრამ მე უბრალოდ მაინც შევცვლი ამ მისამართს მეორე ფაილისთვისაც და მე აქ მივნიშნებ ისე ჩემი ფოლდერის ესე იგი მისამართს. ახლა რაც შეეხება თვითონ ფაილების სახელს. ფიზიკური ფაილების სახელს. აი აქ უნდა ჩვენ ახლა შევარჩიოთ ფიზიკური ფაილების სახელები. მე მაგალითად დავტოვებ იგივე სახელებს, ფიზიკური ფაილების სახელებს, რომელიც ლოგიკურ სახელებშია გამოყენებული და მონაცემთან ფაილს დავარქვი სახელს ესე იგი პავლე. ხოლო ტრანზაქციების ჟურნალის ფაილს პავლე ქვემოდან გახაზვის ესე იგი ნიშანი log. აი ესეთ სახელებს დავარქვი. თუმცა მართალია აქ ჩვენ შეგვიძლია სახელები სხვა შევარჩიოთ. ახლა რა განსხვავებაა ლოგიკურ სახელებსა და აი ამ სახელებს შორის? ნუ, რა თქმა უნდა, ლოგიკური სახელი გამოიყენება უშუალოდ SQL სერვერის გარემოში, ხოლო რაც შეეხება აი ამ სახელებს, ეს არის კონკრეტულად აი სახელები კონკრეტული ფიზიკური ფაილებისა, რომლებიც შეიქმნებიან ოპერაციული სისტემის მიერ ფაილურ სისტემაში, ჩვენი მანქანის ფაილურ სისტემაში. პირველი ფაილის გაფართოება იქნება MDF-ი, ხოლო რაც შეეხება მეორე ფაილს, ამ ფაილის გაფართოება იქნება LDF-ი. მე შემიძლია აი ფაილების გაფართოება დავაფიქსირო, რადგან თვითონ ავტომატურად ჩვენი მონაცემთა ბაზების სერვერი მიანიჭებს შესაბამის გაფართოებებს, რადგანაც ამ ფაილების ტიპი დადგენილია
აი ამ სვეტის მიერ, რომ პირველი ფაილი წარმოადგენს, ესე იგი მონაცემებს, ხოლო მეორე ფაილი ეს არის აღრიცხვა ჟურნალის ფაილი. ეხლა ჩვენ ფაქტიურად, ესე იგი, აი ეს ძირითადი პარამეტრები უკვე შევარჩიეთ მონაცემთა ბაზისთვის. ახალი მონაცემთა ბაზისთვის, რომელსაც დავარქმით სახელი პავლე და ჩვენ მზად ვართ იმისათვის, რომ ეს მონაცემთა ბაზა უკვე შევქმნათ. ამისათვის საჭიროა მხოლოდ აი ღილაკზე დაკლიკება ოკეიზმი. მაგრამ მე ამას არ გავაკეთებ. მე უბრალოდ ეხლა ჩვენი გრაფიკული ინტერფეისის საშუალებით განხორციელებულ აი პარამეტრების ესე იგი შერჩევის transact SQL კოდს ამოვაკეთებ. ეხლა როგორ უნდა გავაკეთოთ ეს? აი აქ ამ პანჯრის, ჩვენი პანჯრის ესე იგი აი ამ ნაწილში არის შესაძლებლობა ასეთი. აქ არის სკრიპტი. აი ამ მოქმედებების ესე იგი სკრიპტი, ვიზუალური სახით რა ჩვენ ჩავატარეთ. ჩვენ შეგიძლია მთლიანად ამოვიღოთ SQL სკრიპტი. მოდით ეს განვახორციელოთ. მე აი ჩამოვშლი. აი ის არის და მე ვხედავ რომ ჩვენი სკრიპტის ჩაწერა შესაძლებელია სხვადასხვა ადგილას, აი აქ თავაზობს რამდენიმე ადგილას, მე ავარჩევ მოთხოვნების ახალ პანჯარას, გამოიტანოს ეს სკრიპტი მოთხოვნების ახალ პანჯარაში და შესაბამისად აი მე ვაკლიკებ აი ამ იგი პუნქტს. ეხლა მე დავინახე, რომ უკან, აი ამ პანჯრის უკან გაჩნდა მოთხოვნების ახალი პანჯარა, რომელშიც ჩაიწერა გარკვეული სკრიპტი. მოდით ცოტა ხნით აი ეს გრაფიკული ინტერფეისის ესე იგი პანჯარა ჩავკეცოთ, მე ამას ჩავკეცავ და შევხედოთ აი ამ სკრიპტს, რომელსაც ახლა ჩვენ ვხედავთ. მოდით პირველ რიგში აი ეს SQL მოთხოვნა, რომელიც ესე იგი ფაქტიურად შექმნა მონაცემთა ბაზების მართვის სისტემამ. დავიმახსოვროთ. მე ესე იგი ვირჩევ დამახსოვრებას saves და მე ამ ფაილს დავიმახსოვრებ ჩემ სამუშაო ფოლდერში. და კარგი იქნება თუ სტუდენტებიც თავის სამუშაო ფოლდერში შეინახავენ ამ ფაილს. აი ჩემი სამუშაო ფოლდერი და მე ამ ფოლდერში ვინახავ ამ მოთხოვნას, ესე იგი ფაილს გაფართოებით SQL-ი. მე ამ ფაილს დავარქმევ ასეთ სახელს. მონაცემთა ბაზის შექმნა. ასეთი SQL მოთხოვნა და დავიმახსოვრებ ჩემს სამუშაო ფოლდერში. დამახსოვრება მე განვახორციელე, მოდით ახლა გადავხედოთ აი ამ ესე იგი კოდს. მე ვხედავ რომ ჩემს მიერ შერჩეული ვიზუალური გრაფიკული ინტერფეისის საშუალებით რომ რაც მოვახდინე მე პარამეტრების შერჩევა, ფაქტურად დაფიქსირებულია აი ამ მონიშნულ სტრიქონებში. გარდა ამისა, მე ვხედავ კიდე გარკვეულ თვისებების, გარკვეული პარამეტრების ასე ვთქვათ, ნიშნულობების შერჩევას. რა თქმა უნდა, ეს პარამეტრები მე არ ამირჩევია რეალურად გრაფიკულ ინტერფეისის გამოყენებისას, მაგრამ ეს ყველა პარამეტრი დეფოლტურად არის დაყენებული აი აქ მოდელ სისტემურ მონაცემთა ბაზაში და შესაბამისად, რადგანაც მოდელი წარმოადგენს ახალი მონაცემთა ბაზის ესე ყალიბს და აი ამ ყალიბის მიხედვით იქნება ახალი მონაცემთა ბაზა, აი ეს ყველა ასე ვთქვათ პარამეტრების ნიშნულობების ესე იგი განმსაზღვრელი სტრიქონები არის გადმოტანილი უშუალოდ აი ამ
მოდელ მონაცემთა ბაზიდან, სისტემური მონაცემთა ბაზიდან. მე შემიძლია აი ჩემ კოდში ფაქტურად აი ეს ყველა დეფოლტური, ასე ვთქვათ, ნიშნულობები პარამეტრებისა, საერთოდ სულ წავშალო, მე მოვნიშნე და წავშალე ეს ყველაფერი. მე დავინახე რომ აი აქ ყვითელი ფერიც ესე იგი ვერტიკალური ხაზი გაჩნდა, მაგრამ მე თუ განვახორციელე ესე იგი დამახსოვრება ჩემი ფაილისა, აი ამ ცვლილების შემდეგ ეს ყვითელი ფერის ესე იგი ხაზი გადაიქცევა მწვანე ფერის ხაზად. საერთოდ მივაქციოთ ყურადღება რომ აი ამ მოთხოვნების რედაქტირების პანჯარაში, როდესაც მე რაღაცა ცვლილებას შემაქ სიტყვაზე, აი მაგალითად რაღაცა ჩავწერე მე. იმ წუთში გაჩნდება აი აქ იმ სტრიქონის ესე იგი მოპირდაპირ მხარეს აუცილებლად გაჩნდება ყვითელი ხაზი, რაც მიუნიშნებს იმას, რომ შესაბამის ესე იგი სტრიქონებში მოხდა რაღაცა გარკვეული ცვლილებები, რომელიც დამახსოვრებული არ არის. ერთდროულად აი აქ სახელთან ჩნდება ფიფკი, აი რომელთანაც ახლა მე კურსორი ვყავს მოყვანილი, რაც იმას მიუნიშნებს, რომ ეს ფაილი ამ ფაილში მოხდა რაღაცა გარკვეული ცვლილებები და დამახსოვრებული არ არის. აი ახლა მე რო განვახორციელო დამახსოვრება ამ ფაილისა, ფიფკიც გაკრება და შესაბამისად აი ეს ყვითელი ვერტიკალური ხაზი გადაიქცევა მწვანე ხაზად, რაც იმის მაუწყებელია, რომ ამ ფაილში შეტანილი ცვლილებები დამახსოვრებულია ფიზიკურ ფაილში. მოდით მე ამ ცვლილებებს ესე იგი რომელიც მე ახლა შემოვიდა ესე იგი წავშლი ამ ცვლილებებს და შესაბამის ფაილის კიდევ ერთხელ დამახსოვრებას განვახორციელებ. მოდით ახლა შევხედოთ ამ კოდს. ეს კოდი არის ფაქტურად ჩვენი მონაცემთა ბაზის შემქმნელი. ეს კოდი მოთხოვნა. ფაქტურად მონაცემთა ბაზების ძრავს ესმის აი ეს კოდი. და თუ ჩვენ აი ამ კოდს შევასრულებთ, შესაბამისი მონაცემთა ბაზა იქნება შექმნილი და მისი მართვა განხორციელდება ჩვენი მონაცემთა ბაზების სერვერის მიერ. მე ერთადერთი აი ამ კოდს ესე იგი დასაწყისში დავუმატებ ასეთი სახის ორ სტრიქონს. use master და go. დავამთავრე შესაბამისი ესე იგი ბლოკი, აი ოპერატორი go. ხოლო რაც შეეხება use master ნიშნავს კონტექსტის გადატანას master მონაცემთა ბაზაზე. კონტექსტის განატანა მე შემიძლია განვახორციელო, რა თქმა უნდა, აი ამ პანჯრის მეშვეობით, აი მაგალითად გადავიტანო მოდელზე, მაგრამ ახალი მონაცემთა ბაზის შექმნისას მე ვიყენებ ყოველთვის master მონაცემთა ბაზას, სისტემურ მონაცემთა ბაზას და კონტექსტი უნდა იყოს ზუსტად აი ამ მონაცემთა ბაზაზე განატანებული. ამიტომ ეს ორი სტრიქონი დავამატე ჩემს კოდს და მოდით ახლა კოდი დავიმახსოვროთ. კიდევ მე მინდა რამეზე გამომახვილო ყურადღება. აი აქ go წერია დიდი რეგისტრებით. მაშინ როდესაც აქ go ასეთი მცირე რეგისტრების გამოყენებით არის ჩაწერილი. საქმე იმაშია, რომ ჩემს სერვერზე ჩვენ გვაქვს სიტუაცია, როდესაც რეგისტრების მიმართ არ არის გრძნობიარე კომპაილერი SQL სერვერისა. ანუ აი ასეთი ჩანაწერი მცირე რეგისტრების გამოყენებით იგივეა, აი მე აქ უბრალოდ ახლა ჩავწერ, იგივეა, რაც რო ჩავწერო use აი ასე მაგალითად master ანდა მაგალითად ესე იგი ასეთი სახით use master ანუ რეალურად ესე იგი ჩვენ გვაქვს ჩვენ სერვერზე case insensitive აი ესეთი სახის თვისება. ამიტომ ჩვენ შეგვიძლია თვითონ ოპერატორები
რომლებიც გამოიყენება ეს დარეზერვირებული სიტყვები SQL ენაში. ჩავწეროთ როგორც დიდი რეგისტრებით, ისე მცირე რეგისტრებით, და აი ესეთი აქტივებული სახით, ხან დიდი რეგისტრი, ხან მცირე რეგისტრი. ამას არავით არის მნიშვნელობა არ აქვს. მე ახლა აი ამ ცვლილებებს ისე ესე იგი წავშლი და აი ამ კოდს კიდევ ერთხელ დავიმახსოვრებ ამ გელაკის საშუალებით, აი დამწონდა ყველაფერი და ეს კოდი დამახსოვრებული. მოდით ახლა შევქმნათ კონკრეტულად ესე იგი. მოდით ჯერ შევქმნათ აი ამ პანჯერის საშუალებით ესე იგი. ამ პანჯერას უკვე ყველაფერი შევარჩიეთ, მე ახლა ვაფიქსირებ აი აქ OK-ს. მუშაობს, ახლა მონაცემთა ბაზების ძრავი და შესრულდება მონაცემთა ბაზის ესე იგი შექმნა. ახლა დაველოდოთ. აი შეიქმნა მონაცემთა ბაზა. პავლე, რომელიც აი აქ ჩანს უკვე, აი ამ მონაცემთა ბაზების ფოლდერში. და მოდით აი შევხედოთ ამ მონაცემთა ბაზის ესე იგი თვისებებს. მე მარჯვენა კლიკით გამოვიძახებ ესე იგი კონტექსტურ მენიუზე შევარჩევ properties და აი აქ მე ვხედავ აი ჩვენი მონაცემთა ბაზის, რომელიც ჩვენ შევქმნით ამ მონაცემთა ბაზის თვისებებს. ზოგადი თვისებები, ვინ არის მფლობელი, თქვათ იქ სახელი და ასე შემდეგ. ფაილები, რომლებიც ჩვენ შევარჩიეთ მისამართიან ფაილებისა. ფაილთა ჯგუფები არის მხოლოდ და მხოლოდ ესე იგი primary ფაილები. ნუ ჩვენი მონაცემთა ბაზა შექმნილია. მე შემიძლია ვნახო ჩემი სამუშაო ფოლდერი და დავინახავ აი ამ ორ ფაილს, რომლებიც შეიქმნა ჩვენი მონაცემთა ბაზის, აი ეს ორი ფიზიკური ფაილია. მე ვხედავ იმ ზომებს, რომელიც არის საწყისი ზომები, რომლებიც დავადგინეთ 4 მეგაბაიტი და 6 მეგაბაიტი შესაბამისად. ანუ ეს მონაცემთა ბაზა უკვე შექმნილია. მოდით ახლა მე იგივე მონაცემთა ბაზას შევქმნი აი ამ კოდის გამოყენებით. ამისათვის მე პირველ რიგში აი ამ მონაცემთა ბაზას ესე იგი წავშლი. კონტექსტური მენიუდან შევარჩევ ესე იგი delete. გამოვა აი ამ ობიექტების წაშლის ესე იგი დიალოგი. მე აქ დავაზუსტებ, რომ დახუროს ყველა არსებული კავშირები აი ამ მონაცემთა ბაზასთან და დავადასტურებ OK. შესაბამისად ესე იგი ეს მონაცემთა ბაზა წაიშლება, აგერად აღარ არის, აღარ ჩანს და ერთდროულად ჩემ ფოლდერშიც ის ორი შესაბამისი ფაილი, რომელიც მქონდა მონაცემთა ბაზისა, ისინიც წაიშალა. მე ახლა აი ამ კოდის გამოყენებით განვახორციელებ მონაცემთა ბაზის შექმნას. ამ კოდში ჩვენ მშვენივრად ვხედავთ თუ როგორ ხდება მონაცემთა ბაზის შექმნა. ეს კოდი უნდა ვიცოდეთ. ამ კოდის ჩაწერა უნდა შეგვეძლოს ასეთ ტიპის კოდის ჩაწერა ახალი მონაცემთა ბაზის შექმნის დროს. აქ არის ჩაწერილი ასეთი სახის კოდი, ესე create, ეს არის დარეზერვირებული სიტყვა ოპერატორი SQL ენისა, transact SQL ენაშიც ეს არის, რომელიც არის ოპერატორი ახალი ობიექტის შექმნისა. დასახელებული ობიექტის სახელი database, შემდეგ მოდის სახელი მონაცემთა ბაზის, პავლე და აქ არის მინიშნებული on primary, ანუ primary ფაილთა ჯგუფში იქნება ორი ფაილი, პირველი ფაილი აი ეს თქვალ ჭხილებში. ეს არის მონაცემთა ფაილი, აი ლოგიკური სახელი, რომელიც ჩვენ განსაზღვრეთ. ფიზიკური ფაილის სახელი, თავისი ესე იგი მისამართით, კლიანტ, ამ string-ში იმყოფება. საწყისი ესე იგი ზომა დავაფიქსირებ. მე მაგალითად შემიძლია აი აქ ახლა ეს საწყისი ზომა შევცვალო, თქვათ ავიღო მაგალითად აი აქ
1024 კილობაიტი, ან მაგალითად ესე იგი განახორციელო ასეთი რამ ავიღო 10 მაგალითად მეგაბაიტი და ფაილს და 21% მაქვს დაფიქსირებული, ვთქვათ ავიღო 22%. ხოლო რაც შეეხება ტრანზაქციების ესე იგი ჟურნალს, აღრიცხვის ჟურნალს, log on და აი ამ მობილ ჭრილებში დაფიქსირებულია შესაბამისი ესე იგი პარამეტრები აი ამ ფაილისა, ესე იგი ლოგიკური სახელი, აი ამ string-ის საშუალებით არის დაფიქსირებული. ეს string-ი იწყება ასო ended-ით, რაც ნიშნავს, რომ ეს არის unicode-ური, ხოლო string-ი თვითონ განთავსებულია ერთმაგი ბრჭყალების ნიშნებს შორის, აი ამ ნიშანსა და აი ამ ნიშანს შორის, შიგნით ყველაფერი რაც არის განთავსებული, წარმოადგენს ესე იგი თვითონ უშუალოდ ესე იგი strings. და თითოეული თვისება აი ამ მრგვალ ჭრილებში ესე იგი ერთმანეთსაგან არის განცალკევებული შესაბამისი ოპერატორით, აი ამ განცალკევების ოპერატორი მძიმე, რომელიც გამოიყენება აი ამ ჩანაწერში. ჩვენ ხედავთ აი აქ იგივე სახის ესე იგი იგივე ტიპის strings, unicode strings, რომელიც მე ახლა მოვნიშნე. unicode-ია, რადგანაც აი წინ ეს n არის ესე იგი მინიშნებული national. მოდით შევასრულოთ ეს კოდი და დავინახოთ, რომ ჩვენი მონაცემთა ბაზა შეიქმნება. ამ კოდის შესაძლებლად მე აი ვაძლევ Linux execute. ესე იგი მონაცემთა ბაზების სერვერი იწყებს მუშაობას. აი აქ შეტყობინებების ესე იგი პანჯარაში გამოიტანა რომ ბრძანებები შესრულდა წარმატებულად, command completed successfully. და აი აქ ახლა ჩვენ უნდა დავინახოთ ჩვენი მონაცემთა ბაზა Pavle. მე უბრალოდ ესე იგი გამოვიძახებ კონტექსტურ მენიუს მონაცემთა ბაზების და ავირჩევ .refresh და მე ხედავ აი ჩვენს მონაცემთა ბაზას, რომელიც ამ კოდის გამოყენებით არის შექმნილი. მე შემიძლია ასევე ვნახო, რომ ჩემს სამუშაო ფოლდერში ისევ გაჩნდა აი ეს ორი ფაილი შესაბამისი პარამეტრებით, რომელიც მე დავაფიქსირებ კოდში. ეს Pavle MDF მონაცემების ასე ვთქვათ ფაილი და Pavle log LDF. აქ ხედავთ, რომ ეს არის მონაცემთა ბაზების ტრანზაქციების ესე იგი საავადმყოფო ფაილი. აი ასეთი სახით, ორი ხერხით ჩვენ შევქმნით მონაცემთა ბაზა გრაფიკული ინტერფეისის გამოყენებით და აი ამ კოდის ესე იგი საშუალებით. ჩვენ ეს კოდი დავიმახსოვრებთ. მე ახლა ამ SQL მოთხოვნას ესე იგი დავხურავ და ავიღებ აი ამ მონაცემთა ბაზას ესე იგი წავშლი შესაბამისად მოვითხოვ რომ ყველა კავშირები დაიხუროს ამ მონაცემთა ბაზასთან და დავადასტურებ. რის შედეგადაც ეს მონაცემთა ბაზა წაიშლება, მაგრამ თუ ჩვენ დაგჭირდა ამ მონაცემთა ბაზის თავიდან შექმნა, მე შემიძლია ყოველთვის გამოვიძახო ეს კოდი და შესაბამისი შესრულებით ყოველთვის აღმადგენ და მონაცემთა ბაზას ისეთი სახით, როგორი სახით ჩვენ შევქმნით. მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ ამ ოპერაციას, აღვადგენ ამ მონაცემთა ბაზას, აი აქ ესე იგი დავინახავთ ამ მონაცემთა ბაზას და რაზე მინდა მე გავამახვილო ყურადღება. აი ჩვენ შევქმნით ახალი მონაცემთა ბაზა, რომელშიც არც ერთი ცხრილი არ არსებობს. ჯერ არც მონაცემებია შეტანილი, რა თქმა უნდა. მაგრამ ჩვენ ხედავთ, რომ ამ მონაცემთა ბაზას საკმაოდ აი ესეთი მდიდარი სტრუქტურა აქვს. ეს მდიდარი სტრუქტურა ზუსტად შექმნილია აი ყალიბის მიხედვით, სისტემური მონაცემთა ბაზის მოდელის მიხედვით. ანუ ჩვენა გამზადებული ვართ მთლიანად აი ეს ლოგიკური შრის სურათი. ჩვენ ვხედავთ, რომ ცხრილები ფოლდერში არც ერთი ცხრილი არ არის, არც სისტემური ცხრილებია, რა თქმა უნდა. მონაცემთა ბაზის დიაგრამები არ არსებობს. მე ვეტყვი, რომ არ შეიქმნას არავითარი ობიექტები ჯერ. და მართალია აი ამ მონაცემთა ბაზაში ესე იგი არავითარი ცხრილი ჯერ ჩვენ არ შეგვიქმნია, მაგრამ მას აი საკმაოდ ასეთი
მდიდარი სტრუქტურა გააჩნია. მოდით მე ახლა დავხურავ საინსტალაციო მონაცემთა ბაზის საინსტალაციო SQL მოთხოვნას, რომელიც დამახსოვრებული მაქვს და ამ მონაცემთა ბაზას კიდევ ერთხელ ესე იგი წავშლი და გავათავისუფლო ადგილი ისზე და მე ვხედავ წაშლილია უკვე ჩემ ფოლდერში ის მონაცემთა ბაზის ფაილები წაიშალა და ამაზე მე ვამთავრებ. აი ეს მასალა მინდოდა განვეხილა მე ამ ვიდეო კლიპში. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. გისურვებთ წარმატებებს.